დავარ 11. იბატონო, მაგრამ რა იცი და რო სასადილოში ჩავსვათ, მაგრამ ვერ ვსვათ. თუ ყველგან ვიცახი რა, აი ის დღე იყო ჩემთვის ყველაზე სიმეტრული რო არ. სამწუხაროდ მოთხოვნა მსგავს სასადილოებზე დაცვათ იმისა, რომ შემცირებული იყო არის გაზრდილი საგრძნობლად 6000 ადამიანი თბილისის მასშტაბით არის მოლოდინის რეჟიმში. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მომიწევს დამატებითი სასადილოების გახსნა თბილისში საწყის ეტაპზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გაჭირებულს კიდევ უფრო გაუჭირდა უკანასკნელ პერიოდში და მნიშვნელოვანია, რომ მთელი რიგი პროექტები ავამუშავოთ, ვინაიდან ეს პირდაპირ ბმაში არის სოციალურ დაუცველებთან. როდესაც სამუშაო ადგილები იკარგება, მნიშვნელოვნად აისახება მსგავს სოციალურ დაუცველ ფენაზე. ეს ადამიანები არიან, რომლებსაც ყველაზე მეტი ყურადღება ჭირდება, ყველაზე მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. და მე ვფიქრობ, ჩვენი ვალია, რომ ამ ადამიანებს შევსუბუქოთ ის ყოველდღიური ყოფა.